ვინც არის 80-იანი თაობის წარმომადგენელი და როდესაც ეს თაობა მოვიდა ქართულ ხელოვნებაში, ამ თაობას თავიდანვე ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. ეს არის ფრესკისა და ხატწერის ტექნიკის გამოცდილება და მისი ტრანსფორმირება უფრო თანამედროვე სახით. Როგორი ტრადიციული ტექნიკაც აქვს, ისეთივე დამოკიდებულება აქვს აი ამ კულტურის ტრადიციების მიმართ და არის საოცარი პროცესი, როდესაც მის ნამუშევრებს ვუყურებთ ყოველთვის რაღაც ასოციაციებს გვიქმნის, მაგალითად პომპეის მხატვრობასთან, ინდურ მანდალებთან. ეს არის ფირფიცარი, ან ფანერა, როგორც ვხედავთ, და ამ ფირფიცაზე არის ბინტი გადაკრული, შემდეგ ხის წებოთი არის გრუნტი, წასმული და შემდეგ უკვე დამუშავებული არის რამდენიმეჯერ ჩამორეცხვის მეთოდით, ანუ რომ შეიქმნას და რომ მიიღოს ეს სიძველის და მონუმენტურობის ეფექტის მისაღებად ლევკასის ტექნიკა გვიანოს და სხვათა შორის ამის თქმაც მინდა რომ თვითონ ამ გრუნტის და ამ ფირფიცარის მომზადებას იმდენი დრო უნდა, ბევრ მხატვარს უთხოვს ეს რა დროშიც რამდენიმე ზოგი მხატვარი რამდენიმე სურათს აკეთებს, ან ძალიან შემოუმატებადია. იმ პერიოდში, ბნელი 90-იანების პერიოდში, როგორც ეძახიან ხოლმე, ჩვენ პატარები ვიყავით, მე ნაცვლად ხედავ მის შემოქმედებაში როგორ აისახა ის პერიოდი, იმიტომ რომ თუნდაც ეს გარდამოხსნა, დატირება, შავლება, ესეთი მძიმე თემატიკა და კოლორიტსაც, ფერის კოლორიტსაც ეთყობა, ესეთი მძიმე კოლორიტი სულმა პერიოდშია შექმნილი და ენერგეტიკულად მე ფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი პერიოდი სწორედ ეგ პერიოდი იყო. ანუ ის იღებდა თავის საქმეს და თავის ხატრობით ამბობდა, თუმცა არც ხომალდა გამოთქვას და გაპროტესტებას ერიდებოდა და ასე ვთქვათ, აქტიური იყო იმ სინამდვილეში, რა სინამდვილეც მაშინ იყო და ხდებოდა და აპროტესტებდა აქტიურად და დაუფარა. 80-იანელებს დღემდე აბრალებენ ზედმეტ სწრაფვას დეკორატიულობისკენ, გალამაზებისკენ, რაც თითქოს და მათი გაქცევის სურვილი იყო იმ დროს გამოფებული ქაოსიდან. თუმცა მათ, ვინც კარგად იცნობს აბრამიშვილის შემოქმედებას, იციან, რომ ეს მშვენიერი სამყარო მანიფესტი უფროა, ვიდრე რეალობისგან გაქცევის მცდელობა. აბრამიშვილი თავად ქმნის ნათლად ჩარჩოებს საკუთარი ნახატების გარშემო და თავადვე არღვევს ამ საზღვრებს. ხან წმინდანს დარჩება გარეთ ფეხი, ხან მშვენიერი მტაცებელი ზურგი რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიუგავს, ჩამოაცდენს თაც, თითქოს უნდა ეს უხილავი საზღვარი გადმოკვეთოს. ამ ნახატბურუსებში ხან ყველა ხაზი წაშლილია, ხან კი იმდენად დეტალიზირებული, რომ გეგონება ცოტას და დაინახავ, როგორ იბადება მცენარის ახალი ყლორტი, როგორ ფრიალებს ცისფერი მოცეკვავის კაბა, ან საით გაიქცევა მშვენიერი მხეცი. ისევე როგორც ამ მცენარის საოცარი ფესვები, ტექნიკაც, რომელშიც მერაბ აბრამიშვილი მუშაობდა, განსაკუთრებული იყო. სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრები ფრესკებსაც გავს და აღმოსავლურ მინიატურასაც. ლევკასის ტექნიკით მუშაობისას ხის წებოთი და ცარცით დანგრუნტულ ხის ზედაპირზე მხატვარს პირველადი ნახატი დააქვს, შემდეგ ნაწილობრივად ჩამორეცხავს მას და ისევ ხატავს. სწორედ ეს ქმნის იმ განმეორებელი სიმსუბუქის შექმნებას, რომელიც ასე ხიბავს.